თვითონ საშვილოსნო და დაპატარავდეს, აი საშვილოსნო, რომელიც აი ზრავი ძალიან პატარაა, მუჭის ხელა რო ავიღოთ და იზრდება 3 კილოიანი ბავშვის ზომამდე. და ის უნდა დაპატარავდეს ნელ-ნელა. უბრალოდ ამასაც თავისი აი სამწუხაროდ ესეც მეორე ნაწილი არის, რომ რატომღაც თითქოს მოლოდინია, რომ როგორც კი ბავშვი გაჩნდება, უცებ მუცელი აღარ არის და საშვილოსნო მეორე დღესო პატარა იქნება და მეორე დღეს რო იღვიძებენ ეს ქალები და უყურებენ თავის თავს და ჯერ კიდევ საშვილოსნო ცოტა უფრო დიდია ვიდრე ელოდებოდნენ, ესეც საკმაოდ ისეთი სტრესის მომგვრელი არის და დაუჭირდება ამას ყველაფერს დრო ბლოგინობის ხანა საკმაოდ არანაკლებ რთულია, როგორც ორსულობა და მშობიარობა, უფრო მეტადაც არა. გარი ის, რასაც არავინ არ გეუბნება რეალურად. ორგონია, რომ ბავშვი გააჩინე, 9 მუცლით ატარე, იმშობიარე და მეორე დღეს შენ თავს უყურებ და გაქვს მუცელი, რომელიც დაახლოებით 7 თვის ორსულს რო აქვს ეგეთი. ეგ არის პირველი შოკი, მე მგონი. ითაც ხდები, რომ ანუ ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს რა მელოდება წინ.